მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიმყოფებით ხა თბილისში, აძალადების რაიონში, ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში. ეს კომპანია გახლავთ კომპანია რეზონი, რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილი არის ქართულ ბაზარზე. ეს არის პოლიგრაფიული საწარმო, სადაც უამრავი ადამიანია დასაქმებული. დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ გაუწყოთ მორიგი ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური გამოვლენების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სწორედ აი აქ ამ საწარმოში. პატიოსანი ადამიანის და წარმატებული ბიზნესმენის სახელი იქნა შებრალული. დღეს ჩვენ გაგაცნობთ იმ სიტუაციას, რაც ხდება შვპს რეზონის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, რომელსაც ქართულმა მედიამ ჩინქი მოსხო გამოიყვანა მოძალადეთ. შვპს რეზონის დირექტორს რევაზ რაზმაძეს ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ, ის ყოველგვარ ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ შემთხვევის დროს ძალადობას ადგილი არ ქონია, თუმცა მან სიტყვიერი შეურაცხყოფა თვითონ აცხადებს, რომ მიაყენა მის თანამშრომელს გვანცა ქველაძეს. ის ამბობს, რომ ამის დასამტკიცებლად არსებობს ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც პოლიციამ უკვე ამოიღო და საქმეს დაურთო. ჩვენთვის ეს ჩანაწერი არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ არ ვიცით რა ჩანს ამ კადრებში, თუმცა სრულად საპირისპიროს აცხადებს უკვე ყოფილი თანამშრომელი გვანცა ქველაძე, რომელიც ამბობს, რომ რევაზ რაზმაძემ მასზე ფიზიკურად იწელა და მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, გვანცა ქველაძე ამბობს, რომ ჯერ უფროსმა მას ხელი ხელში დაარტყა, ამის შემდეგ ის წაიქცა და უკვე თავშიც დაარტყა ხელი, თუმცა ამ ბრალდებებს შვპს რეზონის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. არანაირი ძალადობრივი ქმედება ჩემ მხრივ მის მიმართ არ ყოფილა. თვითონ გამლანძღა მანამდე, თვითონ მომაკენა. იგივე მოთხოვარი მიუწოდა. ეს იყო სუფთა მოწყობილი პროვოკაცია. დღის მანძილზე საჭმელს რო შეჭამს და სანაგვეუდია და ძირზე დააგდებს და იმას ხრის. ეგ ხო ელემენტარული ის არის რა. აი ჩემი მოთხოვნა იყო სწორედ ეს ელემენტარული სისუფთავე. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში იმისა, რომ რეზო რაზმაძეს რაიმე ძალადობრივი ქმედება აქვს ჩადენილი. უამრავი მტკიცებულება მოპოვებული გვაქვს და გამზადებული გვაქვს გამოძიებისათვის წარსადგენად და არაერთი ასევე წარდგენილია, რომ პირიქით ქალბატონი გვანცა ქველიძე მუდმივ კონფლიქტში იმყოფებოდა არაერთ თანამშრომელთან, მას თანამშრომლები და საკმაოდ მრავალრიცხოვანი კოლექტივი არის ბატონი რეზოს კომპანიაში, ყველა ახასიათებს როგორც ცინიკოს ადამიანს და პროვოკატორ ადამიანს. საქმეზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით უკვე არის დაწყებული. გამოკითხვაზე იმყოფებოდა როგორც გვანცა ქველაძე, ასევე შვპს რეზონის დირექტორიც. ბატონო რეზო 3 საათია ზუსტად. როგორც დაგვიბარა, ისე მოვედით. გამარჯობათ. ბატონმა რეზომ დაგვიბარა 3 საათზე. თუ შეიძლება. აქ თუ კიდევ ზემოთ. გამარჯობათ. რო გვიღებთ საყვარლობა. არ არის არანაირი პრობლემა. შეგიძლიათ აქ დაგმეჯოთ. გულს ხოლმე თქო მართლა გეუბნებით უკეთესი იქნება. ბატონო რეზო, ჩვენთან მოვიდა ქალბატონი გვანცა. უბრალოდ მოვიდა არასწორი სიტყვა ვაშუქებთ ამ ამბავს და გვინდოდა რომ თქვენთვისაც გვეკითხა რის ხარჯზე ხდება ის, რომ სისხლის სამართლის პროცესი არ დაწყებულა ჯერ საქმის განხილვა. მაგ საკითხს იმიტომ მინდოდა, რომ ეს სისხლის ადვოკატიც ყოფილიყო და ის უფრო კარგად გაგისაუბრებათ, ვიდრე მე ამ საკითხს. ბატონო რეზო, თუ შეიძლება რომ აი ამ ვიდეოს უყუროთ ახლა ჩვენ ერთად. თუ შეიძლება რომ აი არა, თუ შეიძლება დამონტაჟებული თქვენ არ ხართ? არა, მე ვარ. თქვენ ხარ? მაგრამ აი ერთი მომენტი მინდა გითხრათ, როდესაც თქვენი მეგობარი თუ არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ამბობს რომ მაგ ფიზიკურ ძალადობა არ ყოფილა. ტელეფონის წარსულს მინდოდა მხოლოდ. არა, ეს არის დარტყმა, ეს რა არ არის? არის დარტყმა.
ეს რა არის ბატონო რეზო? ეს რა არის? ძირს აგდებთ ქალბატონს და ის უშყავთ. ვარდება პალით წამოკრა ფეხით. ანუ თქვენ მანამდე მისთვის ხელი არ გაგიწიათ? ანუ ეს თქვენი ხელები არ არის მის ჩემი ხელზე? ხელი არის, მაგრამ არ ხდება მაგას ეს ხელი. რას მოლაპარაკებით? უკაცრავად შეიძლება იგივე გავაკეთო ხა მე თქვენთან მიმართებაში? შეიძლება უბრალოდ მინდა რომ იგივე გავაკეთო ბატონ რეზოსთან მიმართებაში. იგივე გავიმეორო მინდა და მაინტერესებს ხელის დარტყმა იქნება თუ არა. ანუ მე რო ეხა იგივე გავაკეთო ბატონი რეზო ფიზიკურად ესე ვიძალოდო მასთან როგორც აქ იყო ხელის დარტყმაში ჩამithვლით თან გადაიღეთ თუ შეიძლება და თქვენ ნახეთ არ არის პრობლემა ხო და ეს რა არის ეს რა აჩქარებული კადრია. კი ბატონო მომიტანეთ თუ შეიძლება ანუ თქვენ არც სინანული გაქვთ არც პრობლემა გაქვთ იმასთან დაკავშირებით გულწრფელად მეგონა რომ და რომ გამომიჭიროთ იმაში და რაღაცა ისა რა ბერკეტით და თქვენი თანამშრომლები რომლებიც უკაცრავად თქვენი თანამშრომლები რომლებიც დღემდე თქვენთან არ მუშაობენ მოწმეები რო არიან სწორია რომლებზეც შეიძლება თავიდან ბოლომდე ზეგავლენის მოხდება რომლებიც ფინანსურად არიან თქვენზე დამოკიდებული ბატონო რეზო დღეს უკვე დაიკითხენ და მეტი არც რას ნიშნავს გასაგებია ეს ადამიანები თქვენზე ფინანსურად დამოკიდებულებია თავის ერთი რაც მიცეს ჩვენება იმას ხო ერთია საგამოძიებო ჩვენება და მეორე სასამართლო ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებული დამოუკიდებელია ბატონო რეზო და მე მაქვს სხვა შეკითხვა თქვენ თუ ამბობთ რომ გოგომ მოახდინა ზეწოლა ვინმეზე თქვენ არ ახდენ ზეწოლას თქვენს თანამშრომლებზე რომლებიც თქვენი ოქროს მოწმეებია გასაგებია თქვენი პოზიცია გასაგებია თქვენ რასაც ფიქრობთ თქვენ ახლა აქ დეტალებზე ხელი მოხდა თუ არა მაყურებელმა გადაწყვიტოს და დანარჩენი იმედია რომ სასამართლოში გაირკვევა თქვენ ადამიანი რომელიც ფიზიკურად ასაძალოდობთ რა სტანდარტები არ მოგწონთ მისი და უწუნებთ რაღაც გაღიზიანებთ ადამიანს რომ დაასუფთავოთ არ დაასუფთავოს მე უნდა ცემო არ მიცემია მაშინ აიღო ტელეფონით გადაღება დამიწყო და მე ამ ტელეფონის ის იმიტომ ბევრი რაღაცა იბეჭდება სახელმწიფო საიდუმლო რა მასალებიც არის აქ იბეჭდება და თქვენ ამაზე იდარდეთ როცა ტელეფონი ხელიდან დააგდებინეთ ზუსტად ეს იყო დიახ ზუსტად ეს იყო რომ სახელმწიფო საიდუმლოება არ შეიძლება გადაღება მას სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა იბეჭდება სხვა შეკითხვა მაქვს სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა თუ თქვენს მიერ წარმოქმნილ ზალადობას მაგრამ შეკვეთები idო სადაც ეს შეკვეთები იყო რომელიც ბევრი არის ნაწილი ადვოკატი ყავთ გამოსაცვლელი ისეთ ვერსიებს გირჩევთ არასწორი ვერსიებს გირჩევთ და გამოსაცვლელი ყავთ გადაღება აბა რა შეკითხვა სვამ სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა თუ თქვენ გიღებდათ რომელიც მასზე ზალადობდი და თავს იცავდა იბეჭდება ესეთი მასალები სხვა შეკითხვა გავიგე რომ იბეჭდება რას იღებდა რას იღებდა არ შეიძლება საერთოდ წესით გადაღება ანუ თქვენ რომ მასზე ზალადობდით არ უნდა გადაიღო მე მინდა ტელეფონი წამერთვია მეტი მაგ არაფერი არ ყოფილა და რა უფლებით ხელში ჩარტყმით და შემდეგ რაც გააგზა მან ხელი და ხელში გადაიტანა ტელეფონი და დაავარდა ხო ეს დარტყმა არ არის მე არ ვარ ნანუკა მე ვარ ვინმე დათო და წავედი ახლა ძალიან დიდი მადლობა კარგით და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე. არ რამე კანონ საწინააღმდეგო ქმედება ჩაედინა. დღეს ჩვენ შევალთ აი ამ საწარმოში გაგაცნობთ სიტუაციას და თავად მიხვდებით რასთან გვაქვს საქმე. აი ამ კომპანიის გარებს გადავლახავთ და შევალთ და გავესაუბრებით ხელმძღვანელს. მოგესალმებით ბატონო რეზო. მოგესალმებით. ძალიან საინტერესოა თქვენს აი ამ ორგანიზაციაში სტუმრობა შპს რეზონი და ვიცი რომ წარმატებული პოლიგრაფიული კომპანია, ხო? რა თქმა უნდა. ხუთეულში მაინც შევდივარ, საუკეთესო ხუთეულში. რამდენი ხანი არსებობს ეს კომპანია? 25 წელია, უკვე 27 წელია ახლა ამჟამად. რამდენი ადამიანია დასაქმებული? 25 ადამიანი მუშაობს ჩვენთან საწარმოში. ბიუჯეტში $1 მილიონი გვაქვს უკვე გადახდილი. ძალიან მიხარია რომ აი ამ ესეთი წარმატებული კომპანია არის საქართველოში და ქართველი კაცის შექმნილი კომპანია თქვენ ახართ 100%-იანი წილისწრობი. რა თქმა უნდა. ანუ უცხოელები აქ ამ კომპანიაში არანაირი აბსოლუტურად. აი ეს არის ყველაზე დასაფასებელი მეგობრებო რომ დღეს საქართველოში სამუშაო ადგილებს ქმნის ქართველი კაცი ბატონი რევაზ რაზმაძე ძირითადად ჩვენთან საქართველოში იქნება კომპანიები რომლებიც ხვედრითი წილი უცხოელების არის და ესეთი ლამაზი პატარა საწარმო რომელსაც ადამიანები ყავს დასაქმებული საკმაოდ ნორმალური ხელფასებითაც როგორც მე სანამ ჩვენი სტუმრობის მიზეზზე დავიწყებდეთ საუბარს მაყურებლისთვის და ჩემთვისაც საინტერესოა დაგვათვალიერებინოთ თქვენი საწარმო ვითხრათ თქვენი საწარმოს შესახებ.
ეს არის ჩვენი დირექცია. ეს არის ჩვენი თავარი მენეჯერი ეკა ტორჩინავა. გენერალური მენეჯერი ანდრო გასმაძე. ბატონო, ჩვენი დამკვეთი სიროთქად აგირეკა. პირველ რიგში აი მინდა რომ თანამშრომლობის პოზიციაც მოვისმინო. თქვენ დიდი ხანია მუშაობთ აქ საწარმოში? 2016-დან. უკვე ესე იგი თქვენ დიდი ხნის კადრი ბრძანდებით და მუშაობთ. რა სიტყვით აქ მაყოფილი ხართ პირობებით? პირობებით ნამდვილად კი. ძალიან მოწონს ასეთ უკეთებს, ვცდილობ ხარისხიანი ხვებით ყველაფერი და ვცდილობ ვიყოთ ესეთი რეგულარული კოლეგები. გავრცელდა მედიაში ერთ-ერთი ქალბატონის ინფორმაცია, რომ თითქოს აი აქ რაღაცა ძალადობას აქვს ადგილი, თითქოს აი აქ თანამშრომლებს ცუდ მდგომარეობაში აყენებენ და რაღაცა ცუდი პირობები აქვს. აი ამ კუთხით რა სიტყვით თქვენ? რაც მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ რა მოხდა თქვენ მითხრით? აი ამ გვანცაქველაძემ გავრცელა ინფორმაცია, რომ თქვენი კომპანიის დირექტორმა რაღაც გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენა. რეალურად რა მოხდა? ბატონი რეზო არაერთხელ აფრთხილებდა და შენიშვნებდა პირადი მაგიდის და სივრცის მოწესრიგებაზე, რაზეც აი რაღაცა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რასაც რა თქმა უნდა არაერთი გაფრთხილება მოყვა, დატოვა კიდევაც სამსახური, მე ისევ ბატონ რეზოსთან თხოვნით მივიდა, რომ ძალიან გთხოვთ მჭირდება სამსახური, ვალები რაღაცები დამაბრუნეთ და ბატონი რეზო რა თქმა უნდა ზედმეტად მობიერია, ალბათ ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ უნდა დაებრუნებია, მაგრამ დააბრუნა და ბოლოს მაინც კონფლიქტი მოხდა. ვანცა გამოირჩეოდა ძალიან ესეთი პროვოკაციული გამონათქვამებით, ნუ ცდილობდა ყოველთვის თავის გრაფიკით ევლოს სამსახურში. იყო კონფლიქტური საკმაოდ, მაგის გამო არაერთი თანამშრომელი წასულა რეზონიდან, ნამდვილად არაერთი გაფრთხილების მიუხედავად. და მაგის გამო რატო წასულა? დასცინოდა ესე. შემოვიდა გოგო, შენიშნით, რომ აი გვანცა დამცინის და გთხოვთ დაელაპარაკეთ. რა თქმა უნდა დაველაპარაკეთ, მაგრამ ეს გვანცას ну, რა ვიცი, როგორ ვთქვათ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მაინც აგრძელებდა დაცინოს და გოგომ დატოვა სამსახური. არ ღვევდა, რა თქმა უნდა, შინაგანა წესს, არასუფთავებდა თავის სივრცეს. გრაფიკოთ დადიოდა, ანუ აგვიანებდა, ადრე მიდიოდა სამსახურიდან, რაზეც აბსოლუტურად არ გვაფრთხილებდა და არ გვაყენებდა საქმის კურსში და იყო ძალიან კონფლიქტური კოლექტივის მიმართ. გასაგები. მაინტერესებს, იცით, ამ დაგვარი ფაქტი რაღაცა თუ ყოფილა არასოდეს. მოგესალმებით, ბატონო ანდრო. გამარჯობათ, თქვენ ბრძანდებით აღნიშნული კომპანიის ადმინისტრატორი. დიახ, და აი გითხარით თქვენ საწარმოს ირგვლივ. ბოლოს პერიოდში ძალიან და საერთოდ ვიცი, რომ ბევრი შეკვეთები გაქვთ. ნუ საკმაოდ არზიგოთ. ძირითადად დამკვეთები ქართული კომპანიებია თუ უცხოურებიც არის? ნუ ძირითადად ქართულები უცხოურებიც არის. აი თვითონ საწარმოს ირგვლივ ეხა გადაიარაღება მოხდა ვიცი და პროდუქცია ბევრი ახალი რაღაც გარკვეული დანადგარი შემოვიდა. თუ ბეჭდვა საწარმო ხდება უფრო თანამედროვე, უფრო ნაკლები ფიზიკური შრომა ხდება ჩვენ საწარმოში, უფრო სპეციალისტები გჭირდება ჩვენ ნამდვილად, რაც ცოტა პრობლემა არის ამ ხრივ ამ დარგში. აი რაც შევატყოთ ადრე რაც იყო ბეჭდვა და დღევანდელი ბეჭდვა ძალიან განსხვავდება უკვე. აი იმ კონფლიქტთან დაკავშირებით რა სიტყვით რაც მოხდა, აი ყოფილ თანამშრომელთან დაკავშირებით, აი ამაზე რა სიტყვით? ნუ ჩემი პოზიცია არის ეს იყო манипуляция ჩვეულებრივი და პროვოკაცია რაც მოხდა ჩვენს თამბაში ნამდვილად. თან იმას ვიტყვი რომ დაგეგმილი იყო წინასწარის პროვოკაცია და როგორც ნახეთ როგორ ისა განხორციელა. ამერე წავიდა ეს ბულინგი, ეს 100 ტყუილი. რაც მოყვა თვითონ ხედავთ. ბატონ რევას, აი ხა მე ვატყობ რომ თანამედროვე ისინი გაქვთ თქვენ დანადგარები, ხო აი ეს არის CTP არის ფორმა პირდაპირ ფორმა გამოდის და უკვე შეიძლება მანქანაზე დააყენო და უკვე დაბეჭდო. ადრე მიდიოდა ფერდაშლა იყო ძალიან ბევრი რაღაცეები ხდებოდა, უკვე ყველაფერი გამარტივებულია. ეს ჰაიდელბერგის ფირმა არის. კი, რა თქმა უნდა. ძალიან ცნობილი ბრენდი არის პოლიგრაფიაში პირველია, მაგაზე უკეთესი არ არსებობს პოლიგრაფია. უმაღლესი დონე. ანუ ესე იგი სტანდარტულად ეს ციფრული დანადგარი არის, ეს ოღონდ შავ-თეთრი არის. ციფრულია და ესენი რას ბეჭდა? ყველაფერს, კი. ყველაფერი ბეჭდება ძირითადად. გასა. ძირითადად ქაღალდი და ფიცები. რაოდენობრივად რამდენი არის?
ძალიან ბევრი არის. ანუ ერთ დაბეჭდა რაღაც ლიმიტირებულად რა ლიმიტირებულად შეიძლება 20,000, 50,000, 60,000 თავისუფლად შეიძლება დღეში დაბეჭდეს. აი ეს ფორმებს ამჟღავნებს ეს დიდი ესეთის გასაგებია. დიდი ესეთი არა. ეხლა დავუშვით აი ცექში რომ მოგზაურობთ. ეს უკვე ძირითადი ცეხი არის ჩვენი აქ ჰაიდენბერგის დანადგარი არის რომ აი გვანახით აბა ეს არის მთავარი დანადგარი ხო? რა თქმა უნდა ეს არის 5-ფერიანი ანიკოლორის დანადგარი არის რომელიც პირდაპირ კომპიუტერიდან შეიძლება ჩართო და გაუჩვა აქ თვითონ ბეჭდავი შეიძლება მარტო ქაღალდი ეს რა არის ეს არის ავტომატური ამოსაკვეთი არის ესეც ჰაიდენბერგის ანუ სულ ყველა ჰაიდელბერგისა კი ძირითადად ეს ორიგინალ ჰაიდელბერგ დიახ ანუ არის ამოკვეთას აკეთებს ძირითადად. აჰა, ეს არის ამოსაკვეთი არის დანადგარი, რომელიც კვეთავს და ავტომატურად კვეთავს სადღაც 5,000 ფურცელი აქვს სიჩქარე საათში. 5,000 ფურცელი საათში კი და აი ამ დანადგარს მაგალითად 13,000 ფურცელი აქვს სიჩქარე. ეს არის ჰაიდენბერგის ბოლო გამოშვება არის ანიკოლორი ქვია 5-ფერიანი დანადგარია რომელიც კომპიუტერთან არის შეერთებული და პირდაპირ უშევს მარტო ბეჭდავი ჭირდება ქაღალდის გამოგება ჩადებას ანუ ავტომატიზირებულია ყველაფერი კი ავტომატიზირებული კი ბატონო ეს ახლა რამდენი არის რამდენიც ეს აქ რა იბეჭდება აი მაყურებელს რო უთხრათ ეს აი აქ ძირითადად იბეჭდება ყველაფერი ჟურნალები ბუკლეტები კალენდრები ბროშურები ყველაფერი ქაღალდზე რაც იბეჭდება ყველაფერს და იგივე ახლა ვიზიტკები პატარა ტირაჟია და აქ ძირითადად რა შეკვეთები არის ძირითადად ბანკის ბუკლეტები ასევე სამედიცინო ფირმების ბროშურები ბუკლეტები კალენდრები და ყველანაირი რაც კი ქაღალდზე შეიძლება დაიბეჭდეს ესეც უკვე თავის დანადგარებია ესეც შარშენ ჩამოვიტანეთ ბოლო მოდელის იგივე ჰაიდენბერგია პოლარის დანადგარი არის გელიოტინა არის რომელიც ნუ ქაღალდს ჭრის ძირითადად და თავისი დამცავი საშუალებებით ყველაფერი ბოლო მოდელის არის და ზედა ყველაფერი დამცავი საშუალებებით კი ბატონო ეს უკვე დაბეჭდი შეიძლება რომ ვაჩვენოთ კი ეს უკვე ჩვენი შეკვეთები არის კალენდარი არის აი ვანახოთ მაყურებელს ხო ეს არის კრედო ბანკის კალენდარი არის აი ძირითადად რომელი კომპანია იკვეთავდა ავერსი ფარმა PSP ბაზის ბანკი კრედო ბანკი ავერსი კლინიკა ძალიან ბევრი ფირმები ხავს და უცხოელი ფირმებიც ახალ ფინანს გვიკვეთავენ და უგზავნით შეკვეთებს კი ეს არის ავტომატური ლამინატორია რომელიც ადრე თუ ჩვენ 7 ქალი მუშაობდა და 7 ლამინატორი ჰქონდა და აკეთებდნენ ახლა ეს ლამინატორი უკვე აკეთებს იგივე საქმეს უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად აი აქრები ის უფრო შერჩევითი ავტომატური შერჩევითი დანადგარი არის რომელიც ავტომატურად ამაზე გვაქვს საუბარი ხო? კი ავტომატურად ხდება შერჩევითი ლაკის გატარება შერჩევითი აი ამაზე გვაქვს საუბარი ხო? აქ ხდება ძირითადად შერჩევითი ლაკის გატარება თანამშრომელი ამზადებს ბადეს და სადღაც 15 წუთში დაიწყებს უკვე მუშაობას ამ დანადგარს ძალიან შთამბეჭდავი საწარმო ეს ყველაფერი დიდი ხანია რაც შექმენი თუ როცა განმავლობაში რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში თავიდან დავიწყეთ გარაჟიდან ეს იყო 2004 წელი და იმის შემდეგ ნელ-ნელა მივედით უკვე ამ დონემდე რომ ახსენდება რა აი ეხლაც სახეზე ღიმილი მაქვს როგორ დაიწყო შეფასება სტამბარეზონმა თავის საქმიანობა პირველი ჩვენი შეხვედრა მის დირექტორთან ბატონესთან 2004 წელი იყო როცა ჩვენ გულისხმობ ჩვენ და კომპანია ჰაიდელბერგმა და სალიზიბო კომპანიამ ქართულმა და სალიზიბო კომპანიამ პირველი გასწორდა ლიზინგი პირველი ხელშეკრულება გაფორმდა სტამბარეზონთან და ჩამოვიტანეთ მაშინ პირველი დანადგარი ასევე კარგად მახსენდება და ის ფაქტი რომ მაშინ ამ დანადგარმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ბეჭდვაში და ეს ყველაფერი ჰაიდელბერგმა თავის პირველ გამოცემაში აღმოჩნდა რომელიც დაიგზავნა შემდეგ და იგზავნებოდა ეს ჟურნალი მთელ მსოფლიოში მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობთ სტამბარეზონთან არიან ჩვენი კარგი პარტნიორები უკვე
იმ ერთპერიანი დანადგარის გარდა უკვე ძალიან ბევრი თანამედროვე დანადგარები შეიზღიდეს. ვინაიდან ერთპერიანი დანადგართან დანადგარს ჭირდებოდა გილიოტინა, ისიც მახსოვს რომ წვალობდნენ და ჭრიდნენ ამ ქაღალდს ჭრიდნენ სხვა სტამბაში. აი ესე მიქონდა ხოლმე ბატონრეზოს თავის მანქანი წვალობდა, მაგრამ შემდეგ უკვე შეიძინა თავის საკუთარი გილიოტინა ქაღალდის საჭრელი დასგა, შეისყიდეს მე ორფერიანი და ასე შემდეგ წავიდა და დღესდღეობით ჰაიდელბერგის ყველა დანადგარი აღჭურვილი არის სტანდარტიზონი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს და კიდევ ბევრი საინტერესო გეგმები გვაქვს ერთად გასახორციელებელი. რა თქმა უნდა, აღჭერდებით რაღაც გავაწლები და უფრო მეტი სიახლე იქნება, უფრო მეტი ავტომატიზაცია იქნება და უფრო მეტი წარმატებით იქნება, რა თქმა უნდა. და რაოდენობაც ადამიანების, რა თქმა უნდა, კი ჩვენ უკვე შეგვიძლია 25 თვე მუშაობ და გავზარდოთ 50-მდე და მერე უკვე შეგვიძლია 100. ეს შენობაც თქვენი არის, ხო? რა თქვენ გააკეთეთ? რა თქმა უნდა, ავაშენეთ ბანკის კრედიტის და ამ კრედიტის დღეობითაც ვიხდით. Rezo Razmadze is one satisfied customer. A former musician, with ProCredit Bank credit, he now runs a printing company on the outskirts of Tbilisi. He works especially with German partners. All the material, the paper, the forms, the machines, we get them from Europe. It would be very hard to make them in Georgia. When they share their experience with us when we travel to Europe, it's very important for us. So there are already projects and cooperation initiatives rolling, but in its Black Sea report, the Parliament regrets the lack of a coherent approach. The European Commission, which came up with the regional strategy idea, has left the objectives rather vague, Isla Begin complained. ჩვენ ვართ ეხლა უკვე აქ მეორე სართულზე, სადაც უკვე თანამშრომლები აფასოები, ხო აი გოგონები მუშაობენ და ერთადაც უკვე სრულდება პროდუქცია. აქ ხდება უკვე აკინძვა, რა თქმა უნდა. დასტემპლერება, თერმოში ჩასმა და ძირითადად უკვე მიდის კი ბატონო, საბოლოო სახეს იღებს უკვე ძირითადი პროდუქცია. ძირითადად ბატონო რეზო, აქ ქალბატონები მუშაობენ თქვენ საწარმოში, როგორც მე ვთქვი, ხო? არა, ჩვენც ბიჭები არიან, მეორეზე ძირითადად გოგონები მუშაობენ. მაგრამ უმრავლესობა მაინც ქალბატონებია. უმრავლესობა კი. ესე კაცებს ჩაგრებთ ეგრევე. არა, ძირითადად. აბა, რაც მე უყურებ, უქალები არიან. ეხლა ჩვენ გავესაუბრებით, აი აქ ხო თანამშრომლებს დავინტერესებით მათი პირობებით, როგორ პირობებში მუშაობენ და რა თქმა უნდა იმ საკითხებს ვისაუბრებთ, რა საკითხის გამოც ვართ აქ მოსულები. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? თქვენ რო წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი? ეწაძე ნანა. დიდი ხანია მუშაობთ? 2009 წლიდან მუშაობ შპს რეზორში. მოგწონთ რასაც აკეთებთ? ძალიან მომწონს, კმაყოფილი ვარ, პირობებით ჩემზე მორგებული გარემოა. ბატონი რეზო თანამშრომლებთან არის მამაშვილურად. ყველანაირად მიწყობს ბატონი რეზო ხელს, ანუ ორი შვილი მყავს, მოსვლა, წასვლა. როგორ გაქვთ ეს სამუშაო გრაფიკი მაგალითად? აი ყველანაირად მიწყობს ხელს, აი ბაღში დავტოვებ ბავშვებს, მოვალ, როგორც საკუთარ ოჯახში, ისე გრძნობ აქ თავს და მამისგან არ ვასხავებ ბატონ რეზოს, აი ძალიან მიყვარს. კი, აბა სხვანაირად ახლა 2009-დან 2024-მდე რო არის მოგწონდეთ, ვერ იმუშავებდით ეგ ბუნებრივიც არის და სავსებით ლოგიკური, იმიტომ რომ ადამიანი თუ კარგად აგრძნობს თავს დიდხანს ვერ იმუშავებს. მე ეს კაცი უფრო კაცების ჩაგვრელად მიმაჩნია უფრო, იმიტომ რომ ამ საწარმოში ქალების გარდა სხვა ვერავის ვერ ვხედავ, სიმართლე რომ გითხრა და ისეთი სახელის მიწებებას ცდილობენ, რომ თითქოს ქალებს ჩაგრავს და განსაკუთრებით აი ერთ-ერთი თქვენი თანამშრომლის რაღაც გარკვეული გამოსხივება ვნახე მედიის საშუალებით. აი რა სიტყოდით აი ამ ფაქტთან დაკავშირებით? დაგეგმილი პროვოკაცია, პირადად მე ერთი აი ხმამაღალი სიტყვაც კი არ მახსენდება ბატონი რეზოსგან ჩემს მიმართ და ანალოგიურად სხვა თანამშრომლების მიმართ. პროვოკაცია დაგეგმილი, ჩვეულებრივი რაც მოხდა. კარგი, წარმატებებს გისურვებთ და იმედია რომ ორი შვილი რო ყავთ, კიდე ერთი ორს კიდე გააჩენთ. საქართველოს ვერ იმჭირდა. გაიხარეთ. ეხლა მეგობრებო, ჩვენ ასევე შემდგომ ქალბატონს დავესაუბრებით, მოგესალმებით, რომელიც აქ მუშაობს, თქვენი სახელი და გვარი? მარიამ ქაწაშვილი. მარიამ ქაწაშვილი. დიდი ხანია მუშაობთ, მარიამ? 4 წელია. 4 წელია. თქვენ რა პოზიციაზე ხართ?
მე ანუ ჩვენ პროფესიას ქვია სამკინწაო საქმე დაბეჭდილი პროდუქციის შემდეგ შესრულება. მაყოფილი ხართ მუშაობით? დიახ. ანუ ყველაფერი კარგად არის გათვლილი, ანუ ჩემ სამუშაო გარემოზე მორგებული არის. კი ბატონო. აი რა მაინტერესებს ისე თუ გაგჩენიათ სურვილი რომ სხვაგან გადასულიყავით, იმდენად მოგწონთ რომ აი სხვა კომპანიებში აღარც გინდათ, ხო? სხვაგან ესე პირობებს არ შემიწყობდნენ. არ შეგიწყობდნენ, ხო? ძალიან კარგია ესეთი პირობები როა შექმნილი დღეს აი ამ საწარმოში, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოში სხვა საწარმოებზე. აი რა მაინტერესებს იცით, ალბათ იცით ეხლა რატო ვასვარ ჩვენ აი იმ ინციდენტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, შემწრე ხარ თქვენ იმ ინციდენტი? დასუფთავებაზე იყო საუბარი, საკუთარი ნარჩენების მოსუფთავებაზე. ანუ პირად ჰიგიენას არ ღვევთ? პირად ჰიგიენაზე იყო, ჩვენ რომ მაგიდებზე შედვართ გარშემო რომ მოგვესუფთავებინა და ან წინა დღესით დატოვებული იყო ეს ნაგავი. ანუ ფულჩეთში ჩემთანაც ესე უსვრია და ჩაუყრია. ანუ არ ღვევდა წესრიგს? კი ბატონო, არ ღვევდა. ანუ სამშობლოდა რომ მიდიოდა არასუფთავებდა სხვებსაც თანშობს ეცოვნებოდა რომ ანუ აიძულებდა ანუ დაესუფთავებინა თვითონ არასუფთავებდა არასდროს რომ მიდიოდა. აი მის შესახებ რო გითხრათ თქვენ იცნობდით პირად შეხება ქონდათ? ანუ ვიცნობდი, მაგრამ ანუ კონფლიქტში შემოდიოდა. კონფლიქტური პიროვნება. კონფლიქტური. ანუ სხვებისთვისაც ახალი თანამშრომელი მოვიდა, ორი თანამშრომელი და იძულებული გახადა, რომ სამსახურიდან წასულიყო. ერთი გოგო ტირილით წავიდა. თვალით მიყურებდაო და ისიც ამოვიდა ყელში და იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო. ანუ მის გამო წავიდა სამსახურიდან ადამიანი. ძვირფასო მეგობრებო, ეხლა ჩვენ ასევე გავესაუბრებით აღნიშნული სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომლებს, ქალბატონ ნაირა ციცქიშვილს, რომელიც უშუალოდ შემსწრე გახდა იმ ფაქტისა, რომელსაც აგერ ტელევიზორში ჩვენ კადრების სახით ვადევნებთ. ქალბატონ ნაირა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი მაინტერესებს რამდენი ხანი მუშაობთ ამ საწარმოში? 19 წელია მუშაობ შპს რეზონში. 19 წელია, ხო? და მაყოფილი ხარ თუ არა ამ საწარმოში? კი, მაყოფილი ვარ. ჩვენი დირექტორია წინვალი ადამიანი, ქველმოქმედი ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ყველანაირ გასაჭირზე ესაუბრო, ყველანაირ გასაჭირში მხარში გვიდგა, თუ რამე დაგჭირდება, ყველა თანამშრომელს აბსოლუტურად მხარში გვიდგა. ამიტომ შეძელი აქ მუშაობა მე თორე ნამდვილად პირველმუშავებიანი. თქვენ თვითონ აცხადებთ, რომ ძალიან ისეთი კარგი პირობებია და ძალიან კარგი უფროსი. რა მოხდა მაშინ ეს, რაც აი თელმა ქვეყანამ გაიგო, რომ თითქოს ეს კაცი გამოიყვანეს მოძალადეთ. აი რა მოხდა მაშინ იმ დღეს თქვენ იყავით? ვანცა იყო ძალიან კონფლიქტური გოგო, ძალიან ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა. ყველა თანამშრომელთან თითქმის რაღაცა უთანხმოება ჰქონდა. ბატონი რეზო თხოვდა ხოლმე რომ ნუ ეხლა ნარჩენები შეჭამდა თუ რაც იყო ესე ძირს ყრიდა. ერთხელ ყუთი მოუტანა და დაუდე მეოთხარი გვანცაი მეთქი ყუთი და აქ ჩააგდე მეოთხარი რომ მე სხვისი ნივთების გამოყენება მიყვარსო და აიღო და ესე უკანისროლა და ერთი მარიამია რომელსაც თავში მოარტყა ის ნარჩენი. ნუ არ უნდოდა ესე არ უნდოდა იმას წესრიგი არ უნდოდა დირექტორთან დამორჩილება, რასაც ეთქვენ დირექტორი რო გეტყვის, ეს უნდა გააკეთო, ის შენი დირექტორია და უნდა გააკეთო ის რაც საჭიროა. და რასაც გეუბნება, ის სულ ყველაფერს აკეთებდა პირიქით საწინააღმდეგოს. და ბატონი რეზო ეუბნებოდა რომ რა არისო გოგო არა ხარო, აი ესეთ სიბინძურეში როგორ უნდა იჯდეო. რა არისო ეს ყველაფერიო, ხო შეიძლებაო შენ ადგილზე მოწესრიგებული იყოსო და შენი ადგილი იყოსო მოწესრიგებულიო. არ აქვს ხვენია მაინცო. ნუ იმან ამოიღო ტელეფონი და დაუწყო გადაღება, მე ხლა ასე ვიზავ, ისე ვიზავ და ისე აი არ ვიცი რა მე მაგალითად ისე გამოედის ყოფილები და რომ ბატონმა რეზომ ძალიან ბევრი მოითმინა და ხმა არ ამოიღო ზედმეტი მართ არ უბრალოდ სოფლელი ყაროთ რაღაც ეგეთი რაღაცა მალსო უთხრა არანაირი ხელის შეხება არ ყოფილა უბრალოდ ტელეფონს რო უღებდა უნდა წაერთმია ტელეფონი ხელიდან და პალეტი და დიდი მითი ქაღალდებით სავსე წამოკრა ფეხი და დაეცა სხვა არაფერი არ მომხდარა იქ ბატონო ზოს საერთოდ არ შეუხია ხელი საერთოდ და
და ეს რო იწახდა თითქოს რაღაცა მამცირებდაო და რაღაცა არანაირი აბსოლუტურად მაგას სადაც გინდა წავალ და ვიტყვი რომ ბატონ რეზოსგან მე არასოდეს არ გამიგია გვანცას მიმართ კი არა არც ერთი თანამშრომლის მიმართ შეურაცხყოფა და არც ერთი თანამშრომლის მიმართ ზედმეტი არ აი ეს ადამიანი ასე რო იქცეოდა ამდენი ხანი ეს 2 წელია არ გიცდიათ რომ თვითონ აი ბატონ რეზოსთან მისულიყავით და გეთქვათ რომ რაღაცა მიიღეთ ზომები იმიტომ რომ დისკომფორტი შემოაქვს ჩვენთან ჩვენ საერთოდ მე საერთოდ არ ვერეოდი ერთი მახსოვს მოვედი სამუშაოზე და რაღაცა ისინი იყო სტიკერები თუ რაღაცა და იმის ნარჩენებს საერთოდ თვითონ გოგონები იღებდნენ რომ არჩევდნენ იყრებოდა ეს მე არ მევალებოდა მაგრამ რომ მოვედი დამხვდა ძალიან ბევრი დაბრილი მივედი დავიწყე მოგვა და ერთი ნინო არის დვალიშვილი და მარიამი გვარი აღარ მახსოვს იმ ბავშვის კაცაშვილია თუ კაცაშვილი ნაირად იგავ დაანებე ამას თავი ამასო ჩვენ თვითონ მოვგვითო როცა მორჩებით ეს არ არის თქვენი საქმეო და ნუ მივაგროვ ერთ ადგილზე რომ მეთქი ფეხი ან არ გაუცურდეთ ან რაღაცა გამოვბრუნდი მოვიდა გვაცა და მეუბნება ცოცხლიო სად არისო და ცოცხლი აქ მაქვს მეოთხარი შვილო მაგრამ ამ ნარჩენებში ცოცხლით ვერ აიღებ ეს მეთქი უნდა აიღოს ქაღალდით მეოთხარი დიდი კარდონის ყუთებით იღებთ ყუთი რა არის ქაღალდით იღებდნენ მეთქი გოგონები ხო და რა ხო ის გოგონები ხო არ მოგიყვანო სამსახურშიო და იმათმა აიღონო და მეოთხარი გვაცა რა უნდა მეთქი შვილო შარზე ხომ არ ახარ მეთქი მეოთხარი შენზე ამდენით უფროსი ქალი ვარ მეოთხარი ისე გამომიყვანა წყობილებიდან რომ აი არ ვიცი მეოთხარი ახლა გაჩერდი მეთქი ნუ გამომიყვან წყობილებიდან მეთქი ისეთი რამე არ გამაკეთებინა რაც არ არის გასაკეთებელი კი ბატონო შენ მეოთხარი ვინ კითხავს მე მეთქი ერთი დირექტორი ყავს დირექტორი რასაც მეთქვის იმას გავაკეთებ მეოთხარი დასაგველია თუ მოსახვეტია დირექტორი მეთქვის და მე იმას ვაკეთებ და შენ ვინ კითხავს მეთქი რომ მე ბძანებებს მეთქი რომ არ გავაკეთო და რა მოხვეტო დავგვიდი ახლა მე ძირითადად დავა და დასუფთავება მევალებოდა რომ დავგვიდი და უნდა გამოსაწმენდად გამზადებული მქონდა ტილო და იატაკის ჯოხი ადგებოდა კალთაში ჩაყრილ ნარჩენს რასაც აი მას ვეძახით სკოჩის ნარჩენები აი ამ სკოჩის ნარჩენებს აიღებდა ასე კალთით და მთელ ოდნას მოატარებდა ყველგან მიყრიდა ანუ იგი სპეციალურად პროვოცირებას ახდენდა მაგრამ მე არასოდეს მაგას არ ავყოლი ვარ იმიტომ რომ ჩემი საქმე იყო რაც იყო იმას ვაკეთებდა მე არც დირექტორი ვიყავი აქ და არც უბრალოდ რიგით ვიყავი და არ იყო ჩემი საქმე ჩვენ ახლა გავესაუბრებით ასევე ერთ-ერთ ადამიანს რომელსაც აი შეხება ქონდა აი ქალბატონთან რომ საფუძველზე რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და რომლის საფუძველზეც აემხელა ამბავი ატყდა ამ საწარმოს და ბატონ რეზო რაზმაძის ირგვლივ ამ წუთებში შრომითი ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან სტამბა რეზონში, რომლის დირექტორიც სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაშია მხილებული. ძალადობის ამსახველ ვიდეოს მსხვერპლის მეგობარი აქვეყნებს Facebook-ზე, რომელიც ფორმულას უყვება, რომ ყოფილი თანამშრომელი რეზო რაზმაძის მხრიდან სისტემატურად იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მას დირექტორის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გარეგნობაზე მითითებით გამუდმებით ცდილობდა მის დამცირებას. რა ჩანს ვიდეო კადრებში და რას ამბობს თავად ბრალდებების ადრესატი. სალვე ბუკუ ჩავამუშაობს თემაზე, ის განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. თეონა, ვიდეო არის საკმაოდ ვრცელი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ კადრების მიხედვით. ხელმძღვანელი პირი თანამშრომელს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც იწყება ფიზიკური დაპირისპირება. თქვენ იცნობთ ხო ამ აი რო გითხრათ? აი გითხრათ ამ ქალბატონის შესახებ. წმეთელიც იყო გოგოი, რატო ესე ეცვა, რატო ეს აკეთებდა, რატო დადიოდა, საცინად გდებას იმაშრება და ყველანაირად შეურაცხყოფას აყენებდა და ანუ ეს ქალბატონი შემოვიდა, კამათი მოვიდა, ის თუ არ წავა, მე წავალო. და იმდენად იმასთან მაინც გაუშვა ის გოგო და უხეში იყო და ძალიან უზრდელი. ადამიანის მიმართ პატივისცემა არ იცოდა. და ბევრი ვიღაცები წავიდნენ რომ მაგის გამო, ხო? კი, წავიდნენ. მე თვითონაც რომ მოვედი სამუშაოზე და საწყებად, თავიდანვე აი სამუშაო იყო თუ რამე იყო, ყველანაირად მაიძულებდა რომ არ მივსულიყავი და არ მემუშავნა.
დრო რო გავიდა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოვიდნენ თანამშრომლები, ვითომ კაი გოგო იყო, უცინო და ემაშვებოდა და მე საცინად იგდებდა. რავი, ჩემ ყოფნაში რომ მოვედი, ორი ადამიანი იძულებული გახადა, რომ წასულიყო აქედან. მიდიოდა თანამშრომელი გაყვა უკან და საცინად იგდებდა, ძაღლი ხარ, მისდევდა უკან. ის ავადმყოფი ყოფილა სულ. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნი დავხერხე სრულიად საქართველოს პატრიარქი თავს შენდობას ყოველი ჩემი შესრულებისა მე შევთხოვ Ρομφόμα, გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მომენტ. ალბანინოს ამ ძიმე ჯვრით, რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა. ჩემი მოპატიეთ ჩვენ. ერთმან შეგინდოთ, უბრალოდ მეგობრებო, ხა ჩვენ ვიმყოფებით ЧПСР ზონის დამფუძნებელთან, მის ხელმძღვანელთან, ბატონ რევაზ რაზმაძესთან, სადაც უშუალოდ უკვე გავისაუბრებთ იმ საინტერესო საკითხებზე, არა მარტო იმ კონფლიქტურ სიტუაციაზე, რომლის გამო დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, არამედ თავად საწარმოს ფუნქციონირებაზე. დიდი მადლობა ბატონო რეზო, რომ დაგვეთმეთ დრო და დღეს გვიმასპინძლეთ თქვენ საწარმოში. ჩვენ აქ ფაქტობრივად მცირე ექსკურსი ჩაგვიტარეთ თქვენ საწარმოში და გავეცანით თქვენი საწარმოს მუშაობას, მის მიმდინარეობას, მაგრამ მაინც რო გითხრათ, აი ესეთი მძლავრი საწარმო, რომელსაც აქვს უამრავი შეკვეთა სხვადასხვა წარმატებული კომპანიებისგან და იმაზეც იქნებ გითხრათ კიდევ ერთხელ. ეს როგორ მოახერხეთ აი ამ ბაზარზე შესვლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია, ძალიან სოლიდური ფირმებია, ვიცი წარმოდგენილი და აი როგორ მოახერხეთ აი ეს საინტერესო იქნება. ჩვენ დავიწყეთ 2004 წელში თავიდან მაშინ აქ საქართველოში საერთოდ არ იყო პოლიგრაფია, ფერდაშლებიც არ იყო, მოსკოვში დავფრინავდი, სანქტ-პეტერბურგში დავფრინავდი, ეს ფირები ჩავმეტანა და ხარისხიანად აქ დამიბიჭდა. ძირითადად დავიწყეთ 1998 წელს ჩვენი ფირმა. 2004 წელში შევიძინეთ პირველი დანადგარი ჰაიდელბერგის ერთფერიანი გეტო შევიძინეთ და მე ნელ-ნელა გავიზარდეთ და მოვედით დღეს რამე. იმიტომ ისეთი სფეროა ითხოვს ყოველთვის თუ არ წახვედი წინ ახალი რამე არ შეიძინე, შეიძლება ჩამორჩე და საერთოდ გაქრე ბაზრით და ყოველწლიურად ჩვენთან არის ახალი სიახლე, ყოველწლიურად რაღაც შემოგვაქვს. შარშან წინ ჩამოვიტანეთ 5-ფერიანი ანიკოლორის დანადგარი, შარშან ჩამოვიტანეთ ახალი გელიოტინა, შარშანვეს ჩამოვიტანეთ ჰაიდელბერგის 5-ფერიანი ციფრული დანადგარი, რომელიც ძალიან და ძირითადად ჩვენ მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომატიზაცია იყოს ჩვენთან. ეხლა ჩვენი კლიენტები რა თქმა უნდა საკამაოდ სოლიდური რომელი კომპანიებია? ჩვენი ფირმები ავერსი ფარმა არის, PSP არის, ბაზის ბანკი არის, ავერსი კლინიკა არის, ლატარის კომპანია არის, თავდაცვის სამინისტრო არის, GPR არის, რომლებიც ძირითადად ნდობის ფაქტორი ამ წლის მანძილზე და მიყვეთავენ და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ და ვასრულებთ კიდევაც, რომ უცხოური კომპანიებიც არის, ხო რა? კი, რა თქმა უნდა, უცხოური კომპანიები ჩვენთან არიან, სადღაც ბოლო 5 წლის მანძილზე, ნუ ბევრი არ არის, მაგრამ 21,000 ევროს შეკვეთა გავაკეთეთ.
ვიყავით. ეს მომენტი იყო, ჩვენთან სტუმრად იყო გერმანელი სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც უნდა გადმოეტანა ჩვენთან ერთ-ერთი გერმანული სპორტული ჟურნალი 10000 ტირაჟით ყოველთვიურად უნდა მიგვეწოდებინა, ყოველ 15 რიცხვი გამიგზავნებოდა დიზაინი, ჩვენ 10 დღე ჰქონდა ამისთვის დასაბეჭდად, შესაბუთად და უნდა გაგვიგზავნოთ თავიდან სახაერო გზით უნდა გაგვიგზავნოს ჟურნალი. ეს იყო და ეს იქნებოდა ძალიან დიდი წარმატება, რა თქმა უნდა, ჩვენი ფირმისთვის და რა თქმა უნდა, რა არ მოხდა ეს? აი ზუსტად აი მაგის გამო მოხდა, ესე იგი, საღამოს რომ გადაიღო ამ ადამიანმა ეს ყველაფერი გერმანელმა ჟურნალისტმა, როდესაც მივედით მაგის მაგიდასთან, იყო საშინელი სიბინძურება და ძალიან მე ჩემზე ძალიან გამიცადე. ანუ ფაქტობრივად ამ ქალბატონმა ჩაშალა კონტრაქტი თქვენი ამ გერმანულ კომპანიასთან, ხო? რა თქმა უნდა, ივლისი, აგვისტო უნდა მოხდარიყო ჩემი ჩასვლა, ჩამოსვლა, ხელშეკრულების გაფორმება, ყველა დეტალის გადამოწმება. ჩვენ ასე შევიძინეთ ორი თერმოდანადგარი ამ კაკრას ამ შეკვეთისთვის, სადაც სექტემბრის თვეში ეს ორი დანადგარი ჩამოვიდა და ეს შეკვეთა იგეგმებოდა, უნდა დაგვეწყო ახალი წლიდან 1 იანვრიდან უნდა დაგვეწყო 2023 წლის იანვრიდან დაგვეწყო 24 წელი მოდიოდა შემდეგი და ეს იქნებოდა ეს ჟურნალი პირველი ცდა, რომელიც იყო ძალიან კაი იქნებოდა როგორც ჩვენთვის, როგორც რესპუბლიკისთვის, იგივე თანამშრომლებისთვის, მაგრამ ამ ადამიანმა ეს პროექტი ჩაგვიშალა, ესე გამოვიდა. რაღაც პერიოდში, როდესაც ეს მიდიოდა ეს ყველაფერი გასვლა არ შეიძლებოდა ჩემი არაფერი და ამიტომაც ვეღარ გასვლა რა თუ კანონის თანახმად სადღაც 2 თვე გამომძიებდა იმას ხდა. აი რო გითხრათ ამ შევხვდეთ ახლა დავიწყეთ ამ დეტალზე საუბარი. რა მოხდა რეალურად ფაქტობრივად ესე მთელი მედია შტურმი განხორციელდა თქვენზე? რა მოხდა რეალურად რომ მოხდა? ძირითადად ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა სინაგლით, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სისუფთავე საერთოდ არ იცავდა, არც თანამშრომლებს არ იმაშეოდა, არაფრად არ აგდებდა, ჩაგრავდა ძირითადად თანამშრომლებს და უფრო კომფორტული ადამიანი იყო ძირითადად. ეს რატო აქამდე არ შეამჩნიეთ? ამას უაკეთებდა თუ ამას აკეთებდა ეს წლების მანძილზე, ესე იგი მილიონჯერ გავაფრთხილე კიდევაც. ახლა კადრები ჭირს საქართველოში ძირითადად და ყველა იზოლებული ვიყავი რაღაცებზე თვალი დამეხუჭა და ვითმენდი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს ბოლო დღე, ეს მისი არეულის მაგიდა ეს იყო ბოლო წერტილი ჩემთვის რა და როდესაც დილით მოვედი და უთხარი რომ ერთხელ მაინც დაასუფთავე შენს გარშემო. მან ადგა და 3 ფურცელი დადო მაგიდაზე, ვითომ ამის გამო ვედავებოდი, წამოხდა და იმ დარბაზში 300 კვადრატია, გვაქვს ერთი კამერა. რაღაცათო მაინდამაინც იმ ერთ კამერის წინ დადგა. ხო შეიძლებოდა კალიდორში წამომყოლოდა თავისი ლაპარაკით, ან აქ შემოსული იყო ჩემთან თავისი ლაპარაკით, იმიტომ რომ ეს მაგას ჰქონდა წინასწარ ყველაფერი დაგეგმილი. და როდესაც მე დაჟე ვაპირებდი გასვლას იქიდან, მაშინ მაგან დაიწყო რაც შეელო ხმამაღლა ყვირილი მუქარა მე შენ გაჩვენე ვინ არის ჩვენ შორის მათხოვარი, მე აქ როდელიდან ასე ისე და იმან ჩემზე ძალიან ემოციურად ძალიან იმოქმედა და პლუს ამას აქ ჩვენთან იბეჭდებოდა ზუსტად იმ მომენტში საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზღვო ბარათები, სადაც იყო ამ ჩვენი შეიარაღებული სამინისტრო. კი, თავდაცვის სამინისტრო, სადაც იყო მათი პერსონალური ინფორმაცია, მათი ოჯახის ინფორმაცია, ესე იგი რომლის გასაჯორება არაფრით არ შეიძლებოდა და გაფრთხილებულიც ვიყავი ამის შესახებ. შეიძლება პასუხისმგებაშიც მიეცა. რა თქმა უნდა და ამან ყველაფერმა ესე იგი ჩემზე ემოქმედა რაღაც ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად ძალიან იმოქმედა ჩემზე და იქ მე მაგის არავაელი ის არ მინდოდა, უბრალოდ ჩემი მიზანი იყო ეს წამერთვა ეს ტელეფონი და წამეშალა და გამიშვა სამსახურიდან. მაგრამ მან ხელიდან ხელში კადრებში თუ ნელა შეანელებ ჩანს რომ მე როცა ხელი გავწიე, მაგრამ ხელიდან ხელში გადაიტანე ეს და დაუვარდა ძირზე და მე ამ შეხლა შემოხლაში აიღო ტელეფონი და მაინც წავიდა ესე რომ ვთქვა. თქვენ გინდოდათ არა თუ მიზე ფიზიკური ძალადობა, არამედ კამერის წამოწმება გინდოდა. კი, მე მინდოდა რომ არანაირით მე ფიზიკური არც ძალადობა მინდოდა მასე არც არაფერი, უბრალოდ მინდოდა მისი ტელეფონის გამორთმევა. რო არ გადაიღო ეს ყველაფერი.
და რომ ცდილობდით რომ აი წაგერთმიათ ეს კამერა წაიქცა მაგ დროს ესე ხელნახელში გადაიტანა და ტელეფონი რო დავარდა ის მთელი იმით ზეიდან თავის ტელეფონზე იმას დააჯდა რო და მე როცა აქედან მივდექი იქიდან მივდექი და ვერაფრით ვერ იმას გენირო და მე გაქცევის დროს ფეხი წამოხდა პალეტ დაეცა და მე აი რატო ქონდა ესეთი აგრესია თქვენს მიმართ პირობები ქონდა რამდენი ხანი მუშაობდა კა 2 წელნახევარი ძირითადად ხო ეხა 2 წელიწადნახევარი მუშაობდა ხო ანუ ეს პროვოკაცია რატო მოაწყო მან თქვენი უფრო ეჭვი მაქვს რომ აქ უფრო მეტი უფრო კონკურენტის ამბავია რომელსაც უნდა ჩვენი ფირმა ჩაძიროს რა თქმა უნდა ფასებში ხარისხში შეიძლება ვერ გვეწევა ვერ იმაშება ვერ მოდის ჩვენ დონემდე და უნდა რომ ამ ბაზრიდან ჩვენ მოვაცილოს ესე რომ ვთქვა და თვითონ იმასგანაც მე როგორმე თვითონ გაიმყაროს ეს მაგრამ ჩვენ ისე გვაქვს ამ ჩვენ ფირმებთან ისეთი პატიოსნური დამოკიდებათ ისეთი მე ძირითადად ამ პოლიგრაფიაში მოვედი ოპერის თეატრიდან მუსიკოსი ვარ 16 წელიწადი ოპერის თეატრში ვიმუშავე მაღალ საზოგადოებაში მაღალ კულტურის იმაში ჩემი მხრიდან არა ხეროდით თუ არა ტრომბონზე ვკრავდით ორკესტრში რაზე ვკრავდით ტრომბონზე აჰა სიმფონიური ორკესტრის აჰა გასაგები ორკესტრი სასულე ჩასაბერის ტრომბონზე ვკრავდი დამკვეთებთან ესეთი თბილი დამოკიდებულება ყველანაირი ყველა ვინც ვიცნობს ყველა აღნიშნავს რომ ეს იყო პროვოკაცია ეს იყო ძირითადად მოწყობილი პროვოკაცია და მე რამდენად ვიცი ჯანმრთელობის პრობლემა შეგერგა რა თქმა უნდა ძირითადად მე მაქვს 2 ოპერაცია გაკეთებული 4 ის მაქვს ჩადგმული გულში და ეხლაც pero გავეშინჯე ბოლო ჯერ ეკიპთან მითხრა რომ სასწრაფოდ უნდა დავგეგმოთ და გავაკეთოთ გულის ოპერაცია რაზეც მე ვთქვი რომ პატარა ჯერ საქმე მაქვს და ექიმმა გაუკვირდა რომ რა უნდა სიცოცხლეზე უკეთესი საქმე რა უნდა გქონდესო და აი ზუსტად ამეების გამო ვერ მივდივარ ოპერაციაზე რომ გავიკეთო და რა წუთში შეიძლება ნერვიულობიდან ან ინფარქტა დამარცხას ან იმადა შეიძლება საერთოდ ვერც კი გადავიტანო ეს რომ ესე რომ და აი ეს მედია შტორმი რომ განხორციელდა ყველა ტელევიზიებმა რომ მოძალადეთ შეგრაცხეს ესეც ალბათ იმეის იყო თქვენთვის მოსასწრაფო რა თქმა უნდა ეს არის აი ფსიქოლოგიური ტერორის იმის შემდეგ ვართ აი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ რა ესე რომ ვიტყვიან მაგრამ მარტო მე თანამშრომლებიც იგივე დღეში არიან ყველა დათქმული ვართ ამის შემდეგ მაგრამ აი მაინც ვცდილობთ რომ იმუშაოთ მაინც საქმე გავაკეთოთ მაინც ჩვენი გამოცდილებით საქმე ვიმართოთ თორე ძირითადად ვართ აი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ეს ბოლო გადაცემა რაც იყო აი ნანუკას გადაცემა ეს იყო რაღაც საშინელება ცალმხრივი თუ აი აქ მოგივარდათ ხო ეს კალბატონი მახსოვს აი აქ შემოვიდა და აქ თქვენი შვილიც ესწრებოდა მეგონი და ცდილობდა რომ რაღაცნაირად ერთი პატარა ძაღლი ყავს კურცხალია და რაღაც ისე მონსტრად გამოიყვანო თითქოს რაღაც ვეშაპი იყო და უნდა გადაეყლაპა თუ რაღაცა და ჯერ აქ მე შეურაცხყოფები გაყენეს ვიცი ერთი იმის გამო მტკიცებულება აქვს ის რომ ესე იგი ცდილობს ადამიანი ტელეფონი წაართვა და არც დარტყმა განხორციელა ექსპერტიზამაც დაადგინა ხო ეს რა თქმა უნდა ორი დასკვნა მოვიდა ეს ექსპერტიზის პირველი დასკვნა მოვიდა რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია და ნოემბრის თვეში მოვიდა მეორე დასკვნა სადაც აღნიშნულია რომ ფსიქოლოგიური დასკვნა ფსიქოლოგიური ტანჯვაც არ მიიღია კი ბატონო ესე იგი ორივე შემთხვევაში არის სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა რომ არც ფიზიკური ტანჯვა მიიღია არც ფსიქოლოგიური ტანჯვა მიიღია მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და მხნეობა გისურვოთ და 67 წლის ბრძანდებით 67 წლის კაცი ბრძანდებით პენსიონერი და ამდენ რამეს აკეთებთ ამდენი ადამიანი დასაქმებული ყავს სუფთა ქართული ფირმა აგერ მამაშვიდურად ეკცევით ამ თქვენს თანამშრომლებს და აი ესეთი ტერორი მართლა სასწაულია და მე ვფიქრობ ამის მერე აი ესეთი ქალბატონები იმიტომ თავისი ქმედებებით აკეთებენ იმას რომ დამ უკვე ხელმძღვანელი ფირმა შეიძლება ქალბატონი აღარ წაიყვანოს სამსახურში იმიტომ რომ ეხლა ეს ქალბატონი რო არ ყოფილიყო და კაცი რო არ ყოფილიყო არც პასუხისგებაში მიქცევდნენ და არც პრობლემა იქნებოდა ქალი რო იყო ესე იგი ქალი ყოველთვის მართალი ეხლა მე ვიცი რომ რუსებს აქვს ნათქვამი რომ კლient всегда прав ეს ითქმის მარტო კლიენტზე მაგრამ
ეს იმაზე რომ ქალი ყოველთვის მართალია, ეგეთი ტერმინოლოგია საქართველოსია მარტო. ესე იგი რაც არ უნდა ქალმა გააკეთოს, ქალი ყოველთვის მართალია. თუ არ გიჩნდებათ ესეთი განცდა, რომ აი ამ ფაქტის შემდგომ უკვე კადრების შეცვალოთ, იმიტომ რომ მე ბევრისგან მსმენია, რომ მაგალითად ქალბატონი სულს აიყვანოს სამსახურში არ აყავს, იმიტომ რომ აი აშინია ამდაგვარი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ეს ხშირი არის, ძალიან ხშირად მესმის ბევრი, იმიტომ რომ ესეთ პროვოკაციები ხდება. დაზე ბათუმში რო ვისვენებდი, ესეთი ფაქტი მომყარი, რომ 5 თუ 7 ქართველი ბიჭი დაჭერილი არის, რუსი ჩამოვიდა რაღაც მათ შორის რაღაცა თავი იმასნა და მე ჩადიან რუსეთში და რუსეთში $20,000 აძლევენ თუ რაღაცა დაზღვევაში. მე ხდებობას გისურვებთ ბატონო რევას და მე ვფიქრობ რომ სამართალი კურსს ჭამს და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს და მე მგონი რომ თქვენი აი ეს პრობლემაც აღმოიფხვრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მე მგონი შეწყდეს ეს ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური რაღაცა გამოვლენები. რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ახლა ჩვენთან ესეთი ხელფასები გვაქვს ხოლმე, ვცდილობ რომ აი რაც შეიძლება მაღალი ხელფასი ქონდეს ჩემ თანამშრომელს, რომ აქ იყოს დასაქმებული და ევროპაში არ წავიდეს. ჩემი პირველი მიზანია რომ აი ჩემი თანამშრომლები რაც შეიძლება მეტი მყავდეს, მეტი კაი ხელფასი ქონდეთ, რომ ევროპაში მე როდესაც დავდივარ ხოლმე ხშირად ვხვდები ქართველებს და ერთხელ სასტუმროში ვიყავი რესტორანში გოგონა შევესწარი ისეთ ბინძურს საქმეებს აი ტუალეტებს რაღაცებს აკეთებდა უბრალოდ აი ცრემლი წამომივიდა თვალიდან რომ ქართველი ახალგაზრდა 20 წლის გოგო რატო უნდა იყოს ევროპაში იმ დონის საქმეს გაკეთებაში როცა შეუძლია აქ იმუშაოს ჩვენთან იყოს მეტი გამოცდილება კი ბატონო გასაგები ასევე ერთი რამეა რომ აი თქვენი ეს ფაქტი კიდე მეტყველებს იმას რომ რამდენად დაუცველია საქართველოში ყველა ის ადამიანი რომელსაც რაღაცა საქმის გაკეთება შეუძლია იმიტომ რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია გააფუჭოს კაცი ადრე სააკაშვილის დროს ნარკოტიკს უდევდნენ ადამიანებს ეს ახლა ქალები შადება არ არის გამორიცხული რომ ეს მაგათთვის იქცეს ბიზნესის სფეროთ ეს თითქმის ახლა როგორც უყურებთ მაგი ცდილობს სამოქალაქო სასამართლოში იგივე მაგას ამის სისხლის დამთავრება იმიტომ უნდა რომ შემდეგ უკვე პირადზე შეიტანოს რომ კი ბატონო წარმატებებს გისურვებთ წარმატებებს და იმედია რომ ყველაფერი გაიკვირა ძვირფასო მეგობრებო აი ხა თქვენთანაც მოისმინეთ უამრავი თანამშრომელი იყო ბატონ რეზოსაც გავესაუბრეთ და მე ერთი განცდა მიჩნდება უბრალოდ რომ ჩვენ თუ ქვეყანამ არ შეცვალა დამოკიდებულება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით თუ კი თანასწორი არ იქნა ადამიანი ქალი და კაცი კანონის წინაშე და საერთოდ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირყოს ის რომ თუ ქალბაკ სადღაც რამე თქვა რომ ვინმე მასზე იძალადა და ყველა უნდა გაიზიაროს ეს ამ ქვეყანაში სამართალი არასდროს არ იქნება არ შეიძლება როდესაც ცოლები ქმრებს აჭერინებენ უმტკიცებულებოდ არ შეიძლება როდესაც თანამშრომელი რომელსაც მოუნდება რომ თავისი უფროსი მოიცილოს დადგამ სპექტაკლს და ამის გამო პასუხისგებაში მიეცოს არ შეიძლება რომ შვილმა მშობელი დააჭერინოს და ეს ყველაფერი ხდება აი ამ ფემინისტური ზონდერ ფაშისტური მიდგომებით. როდესაც დადგინდა აი ამ სტამბულის კონვენციისა და აი ამ სხვადასხვა მიდგომების შედეგად რომ თურმე საქართველოში კაცი არის ჩაგვრელი და დღეს ამაზე მიდის იდეოლოგია რომ კაცი არის მოძალა და კაცი არის ჩაგვრელი და ამაზე მუშაობს თელი აი ეს დასავლეთის მიერ დაფინანსებული NGO-ები და მედია საშუალებები. არც არ ყვევენ ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუარი. ეხლა აი ამ საწარმოში აი ამ კაცმა რაც გააკეთა თავისი ხელებით, თავისი შრომით, დღეს ვიღაცა ცდილობს აი ეს დაანგრიოს ერთი ხელის მოსმით. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი საწარმო, რომელიც არის ძალიან ისეთი მოწინავე, უნდა რომ ვიღაცას დაანგრიოს და რაღაც აბსურდული თითიდან გამოწვეული მიზეზებით. და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. და მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი ქალბატონები და ესეთი მიდგომები და ესეთი
ესეთი პოლიტიკა, რომელიც წარმოებს დღეს ქვეყანაში, აიძულებს ადამიანს ამ შემთხვევაში ხელმძღვანელს კომპანიისა, რომ საერთოდ ქალები აღარ აიყვანონ უკვე თანამშრომლებად. იმიტომ რომ ნებისმიერი ქალბატონი დღეს აი ამ პოლიტიკით არის ნაღმი, როდის აფეთქდება კაცმა არ იცის. იმიტომ რომ როდის იტყვის ის, რომ ჩემზე უფროსმა იძალა და როდის იტყვის, რომ ჩემზე რაღაცა დისკრიმინაცია განხორციელდა, კაცმა არ იცის. თან ეს უპრაგულოდ. ჩვენ არ ვიძახით, რომ ყველა ანგელოზია, რომ საქართველოში ქალთა უფლებები არ იღება, მაგრამ არ შეიძლება პროვოცირებული იქნას ესეთი ფაქტები. ბოლო პერიოდში რაღაცები შეიცვალა და ესეც აი ეს საშინელებაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.